ღვთისაწმინდისა და ჩვენთან არს მე მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ. დღეს დიდი დღე არის ამ ეპარქიაში, იმიტომ რომ ღვთისმშობელმა ინება აქ ჩამობრძანება. მე ყველას მინდა მადლობა მოუხადო, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, ვინც ღვაწლი გაიღო ამ ხატის აქ ჩამობრძანებაში. და რა ვიცი, ალბათ ღვთისმშობელი თქვენ ძალიან კარგად იცით რა შეუძლია და როგორ შეუძლია. მე ცოტა გადაუხევ თემას და მე ჩემ პირველ სასწაულს მოგიყვებით, რომელიც ღვთისმშობელო ქალწულო გიხარო და მიადებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულას ნაყოფი მუცელსა შენს რამე თუ მოწვარ გვიშევ სულთა ჩვენთა. ეს ლოცვა მასწავლეს რომ 150-ში რომ წაიკითხავ ამ ლოცვას, დღეში სულ ყველაფერი აგისრულდებაო. ხო და იყო ასეთი პირველ ახალი ძალიან ახლად მოქცეული ვიყავი და რომ დავდიოდი ხოლმე ლოცულობდი, მაგრამ 150-ში ცოტა მიჭირდა მაგის წაკითხვა და ვიყავი ერთ-ერთი სოფელი არის ხარკოვის ოლქში, მერეფა არის ესეთი სოფელი, იქ წამიყვანა ჩემმა მეგობარმა და მამაჩას მივწერე რომ ფული არ მაქვს მეთქი და გამომიგზავნა ფული 30 მანეთი, მაშინ კარგი ფული იყო ხოლმე 30 მანეთი და პოსტაში ავიღე და პოსტაში ეს ორი განყოფილება იყო ხოლმე. ზემოთ იყო უნდა მიგეწე და დაბლა კიდე პასპორტი უნდა შეგევსო და რომ მივაწოდე ეს ფული ავიღე და ეს პასპორტი დამჩა დაბლა. აი ქვეშ. წამოვედი მატარებელში ჩავდეში, ვაიმე გამისკდა გული, როგორია? პასპორტი არ არის. ახლა უკან ვიბრუნდე, თან შაბათი დღე იყო. თან როგორ უნდა ვიბრუნდე, 300 კილომეტრი იყო იქიდან და დავიწყე ლოცვა ღვთისმშობელო ქალწულო გიხარო და მეადოვანერებ. აი ისე ვილოცე, აი გულით რომ იმ პასპორტზე რაღაც პრობლემები მქონდა თავის დროზე, ან გავაფუჭე, მერე ძლივს მომცეს, მერე რა ვიცი და მეთქი ახლა კიდე რო ჩავიდე სამში, ის კაცი მომკლავდა ის პასპორტის ვიღაცა იყო ის უფროსი თუ რაღაცა და 150 ლოცვა წავიკითხე ზუსტად, როდესაც მივედი ჩემ ოთახში. ჩემ ოთახში მაშინ ახალი მოქცეული ვიყავი და ესე მაგიდან მეყენახული და მაგიდაზე მქონდა სკამი. სკამზე ორ წელს ანთელიმენტო ხოლმე და სახარებას ბიბლიას კითხულობდი ხოლმე და ლოცულობდი ხოლმე. და როდესაც წავიკითხე 150 ჯერ და გავაღე კარები, ეს პასპორტი დამხვდა აი იმ 60 სკამზე. ისე შემეშინდა, ახლა თავიდან მე არ ვიცი ღმერთმა თუ ყველაფერი შექმნა, ახლა რა არის იმის მოტანა, მაგრამ აი ეს იყო პირველი ჩემი სასწაული. მე ყველას მოგიწოდებ რომ იქნება შეძლების დაგვარად ილოცოთ ხოლმე, ეს ლოცვა ყველაფერს იზავს განცოლე. რა თქმა უნდა, დღესდღეობით ცოტა დაძაბული სიტუაცია არის და ბევრი ხალხი დაბნეული არის, რა არის და როგორ არის. საერთოდ რომ მიცოდეთ, სარწმუნოებაში სხვადასხვა საფეხურები არსებობს. პირველი საფეხური არის, როდესაც ადამიანი მონასტერში მოდის, როდესაც რაღაცა მშენებლობებს აკეთებს და ასე შემდეგ. მეორე საფეხური არის, როდესაც უკვე ადამიანი სულიერ განათლებას იღებს. და მესამეა უკვე, როდესაც მან უკვე სერიოზული ღვაწლი უნდა აიღოს ღვთის წინაშე. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ აი ამ საფეხურებზე ადამიანი წყდება ხოლმე. ვერ ზოგიერთი გავიდა, ძალიან კარგად გააშენა ყველაფერი, მეორე საფეხური ვერ გადაიერა. შეიძლება მეორე გადაიეროს და მესამე საფეხური ვერ გადაიეროს. რა თქმა უნდა, სულ ყველას ესმება კითხვა, რომ რა არის ესა და რაშია. ჩვენ მაგალითად ბევრს ხედავთ, ვინც განვიკითხავს, ვინც რაღაცას იძახის, რომ თითქოს და აი სხვადასხვა რელიგიებიც რო ავიღოთ, თითქოს და ისინი სუფთად და პატიოსნად ცხოვრობენ. არც ეწევიან, არც ვავენ, არც არაფერი ისეთი და დიდი საკმაოდ საინტერესო არის, რატომ არის ეს და აი საიდან არის. მე მინდა ერთ-ერთი წმინდა მამის სიტყვები მოგიყვანოთ, რომელმაც თქვა, რომ ყველაზე დიდი ცოდვა არის სიამაყე. აი ამ სიამაყეს შეუძლია ყველა ცოდის შეჭმა. ესე იგი, როდესაც ადამიანი უკვე სიამაყეში არის და იღუპება, იმას გარშ იმას აღარ უნდა, აღარც პაპიროს მოწევს, არც შეიგინება, არც თვალი არ გაექცევა, არც არაფერი მივხვდით როგორ, მაგრამ შინაგანად არის ისეთი სიამაყე, აი ამ სიამაყის გულისთვის იყო გადმოგდებული ეშმაკი ციდან. იძახიან, როდესაც წმინდა სამების ერთ-ერთ წევრს შეხვდა უფალ იესო ქრისტეს, სატანოილი ყველაზე ნათელი ანგელოზი იყო ხოლმე ისეთი შექმნილი ღვთისგან და მას უყველა ეთაყვანებოდა ხოლმე. და წარმოიდგინეთ, რომ ისე გაამაყდა შინაგანად, რომ უფალი რო არ ეთაყვანა მას, აი შინაგანად შეურაცხყოფილად მიიღო, რომ რა ვინ არის ეს ასეთი, რომ მე არ მეთაყვანაო. წარმოიდგინეთ,
უფალ, როდესაც გაიგო რომ ეს უფალი არის, მაშინ ატეხა იქაურობა, რომ აი წმინდა სამება რომ არსებობდა, რომ გაიგეს, მათ დაიწყეს რომ აი ღმერთი ჩვენ გვიმალავს რაღაცას, ღმერთი ჩვენ არ გვისის და აიყოლია რამოდენიმე შეიძლება რომ კარგაბლომად აიყოლია ეშმაკები და გახდნენ მოწინააღმდეგეები უფლისა. მივხვდით როგორ რაღაც, ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ ხოლმე, განსაკუთრებით შინაგანად. შეიძლება რომ ბევრმა ადამიანმა რაღაცა ისე მოეჩვენოს, რომ ძალიან კარგად აი თკბილად ლაპარაკობს რაღაცაკეთებს, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვროს განაცოლე ადამიანი, რომელიც ცდილობს რომ ეკლესიიდან გაიყვანოს ხალხი, იცოდეთ რომ ეს უკვე სხვა გზაზეა. დედამიწაზე მხოლოდ ორი გზა არსებობს. ერთი არის ან ღვთის იარაღი უნდა იყოს, მეორე არის ან ეშმაკის იარაღი უნდა იყოს. სხვა რაღაცა არ არსებობს. ისე რომ აი მე ეს არ მინდა და მე ის არ მინდა. ესე არის ან ეშმაკის იარაღი, ან ღვთის იარაღი. როგორ უნდა გავიგოთ, ღვთის არის ადამიანი თუ ეშმაკის არის? ჩვენ უნდა შევეცადოთ შინაგანად, რომ ჩვენით არ იმოქმედოს არასდროს ეშმაკმა და პირიქით, რომ ჩვენით იმოქმედოს ღმერთმა. აი ხშირ შემთხვევაში არის ეს უბედურება, რომ ადამიანს გონია, რომ ძალიან მაგარია, უკვე ძლიერია, ძალიან ყველაფერი და წარმოიდგინეთ, როდესაც პრეტენზია უჩნდება ადამიანს განსულ, რომ მან ეკლესიას, მას აქვს უნარი, რომ ეკლესია გაწმინდოს, ვაი უბედურება, განსულ, როგორ ვინ უნდა გაწმინდო? რა უნდა გაწმინდო, ვინ ახარ ღვთის წინაშე? აი ეს არის, როდესაც ადამიანი მართლმადიდებელი ქრისტიანი ასეთ დონეზე მიხვდება, რომ ის არავინ არ არის, აი ზუსტად მაშინ არის ის დიდი ადამიანი. დიდი ადამიანი, აი ეს არის ზუსტად. მე იმედი მაქვს, რომ ღვთის შეწევნით ალბათ მაინც მეგრელ ხალხს ეყოფა სიბრძნე, იმიტომ რომ საკმაოდ გამორჩეული ხალხი არის, ალბათ სხვები არ მიწყენენ, ერთ-ერთი ყველაზე, აი ესე ამუნაბ, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ხალხი არის, მე უბრალოდ მინდა გისურვოთ, ამ ხალხს ცოტა სიყვარული აკლია, იცით როგორ რაღაც არის, აი მეგრელ ხალხს თვითონ სიყვარული აქვს, გამოყოფა შეუძლია ამ სიყვარულისა, მაგრამ უკან როდესაც ვერ იღებს, ყოლდებიან ხოლმე. მე მინდა რომ ის სიყვარული გაიღო და ასევე თქვენდანაც დაბრუნდეს ეს სიყვარული. მე დარწმუნებული ვარ, სამეგრელო ისეთ რამეს იზავს განაცოლა ის ჭეშმარიტ გზას რო დაადგეს, თელ მსოფლიოს მოაქცევს. იმიტომ არის რომ მეგრელ ხალხზე სპეციალური ბრძოლებია, 1000 განსაცდელები, 1000 რაღაცები რომ ეშინიათ ამ ხალხისა. ეს ხალხი რომ მოექცეს, ხო ხვდებით როგორია, რამხელად ნიჭიერი და ძლიერი ხალხი არიან. მე მინდა ერთი რამ გითხრათ კიდევ აქაურობას ძალიან ხوار გამიგზავნა მე შუქი ჩააკრეთ ხოლმე თქო რა. ვიყავით მე ზაგორსკის სემინარია, მაშინ ზაგორსკი იყო სერგოპასა და იქ ვსწავლობდი სემინარიაში და ვიღაცა მოვიდა რომ ვიღაცა ქართველი ქალი არის მოსული და რუსული არის ის და იქნება რამე გაგვაგებინათ ხო. გამოვედი და მივედი და აბა ნახეთ რა ვქვიათ, ციალა დეიდამ ვქვიათ, ციალა ერქვა. საიდან ახართ? გეგეჭკორიდან ვარ ჩამოსულიო. ხო და მეოთხე რა ბარამეთ, აიო, ღმერთი მაინტერესებსო რა არისო, როგორ არის, როგორ? ხო და მაინტერესებსო. არა, მარტვილი ეხლა მაშინ გეგეჭკორი იყო, ხო და. ხო და როდესაც ჩამოვიდა, ნუ რა თქმა უნდა, ისეთი მოსიყვარული ადამიანი იყო, მოხუცი იყო აი გული და სული აი თითქოს დედა იყო ჩემი რა ისეთნაირად რაღაცები მაჩქრა და ნუ რა თქმა უნდა სემინარიაში რომ ჩავაბარე დედაჩემმა და მამაჩემმა ასე მითხრეს რა ხან ასეთი ჭკვიანი ხარო ღმერთმა გაჭამოსო და ღმერთმა შეგინახოსო იმიტომ რომ არ უტყვა ვის უნდა და სამღვდელოებაში ფიზკულტურულ ინსტიტუტში სწავლობდი მამაჩემი სულ ლანძღავდა რა არის ცხენების ინსტიტუტიო და რა ის არის ეხლა იქ რო ჩავაბარე ეხლა ეს კიდე ძალიან სერიოზულია მეოთხარ ეხლა შარზე ნუხარ მომენტკიდა აი ესე იგი ფაქტურად შემიწვიდეს ყველაფერი და არ ახლა ქართველი კაცი ხო ცადას მიდის ყველა ეკედლება რომ აბა დაბადების დღე რაღაცა უნდა გადაიხადოს რაღაცა უნდა და დაბადების დღე მიახლოვდა ნუ დედაჩემ მამაჩემ გაბუტულები არიან რა თქმა უნდა არ მელაპარაკებიან და წინა დღეს 12 რიცხვში ჩამოდის ვიღაცა ქალი არისო თქვენთანო ესე თქო ზურაბთან ვარ ზურავი მერქზე გამოვედი და ხედავთ ეს ციალა დეიდა არის. ციალა დეიდამ ჩამომიტანა დიდი ჩემოდნით მთელი ფორთოხლები, ღვინოები, ჩურჩხელები რაღაცები და სახში რომ მივედი სახარება წავიკითხე რომ ვინც ჩემი გულისთვის დედას ან მამას დატოვებს, აქ 1000 მაქვს მივცემ მეო.
ისე ვიტირე იმას, რომ აი ეს ქალბატონი მე აქ მესანთლე ყოფილა დასაფლავებული არის თუ შევძლებ აუცილებლად თავალ საფლავზე რომელღაცა ტადარში არის მე ახლა ზუსტად არ ვიცი მაგრამ აი დიდი ისეთი სიყვარულით იყო ის მაშინ ჩემმა მოძღვარმა თქვა რომ აი წარმოიდგინე როგორი ხალხი არიანო იწვებიანო ღვთის გულისითვისაო და რამე უნდა მიაწოდოთ ცოდოო ცოტა რაღაცა ისეთი განათლება უნდაო და მე მინდა გისურვოთ რომ ისე განათლებულიყავით რომ მთელი მსოფლიო მოგექციოთ მე დამიჯერთ იმიტომ კი არა ეხლა მე არც ვაფერისტო და არც არა ნამდვილად მეგრელ ხალხს ისეთი ნიჭი აქვს გვიანწელი ისეთი ნიჭი აქვს აი არ ვიცი მაგრამ ეს ნიჭი სწორად უნდა გამოიყენო სამწუხაროდ თქვენ ძალიან კარგად ხედავთ რა შეიყენებთ ხოლმე მაგრამ ამიტომ აი მე მინდა რომ გისურვოთ მე კიდევ თავარი რა არის რომ ხშირად არის ხოლმე რომ აი სულ დაბრკოლებები სულ რაღაცები მე დარწმუნებული ვარ მეუფე სტეფანე ისეთი ეპისკოპოსი ჩამოგივიდათ არც არავის დაგაბრკოლებთ არც არავის დაეჩაგვრინება ესეც რო იცოდეთ არავის არ ეგონოს იქ რომ ვიღაცა რაღაცას ან შეაშინებს ან რაღაცას უზავენ ან რაღაცა და რა ვიცი თავარი რაც არის საკმაოდ განათლებული ადამიანი არის ყველას მოგეფერებათ აი მე დარწმუნებული ვარ იმ მეგრელ ხალხს რაც გაკლიათ ის სითბო და სიყვარული შეიძლება ჩვენი ეკლესიიდან მე დარწმუნებული ვარ რომ მეუფე სტეფანე ამ სიყვარულს გაჩვენებთ თქვენ და მე მინდა რომ თქვენც იგივეთი უპასუხოთ რაშიც დარწმუნებული ვარ რა ვიცება დანარჩენი მერეთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ კიდე რა მოდიში ბევრი ვილაპარაკე მე მაცხევინებენ ახლა დიახ ბევრი ვართო და შენ თქვიო დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა მეუფეს ვინც მობრძანდა დღეს და ვინც ვერ მობრძანდა იმიტომ რომ ვინც ვერ მობრძანდა არა იმიტომ ვერ მობრძანდა რომ თქვა რაღაცა არ უნდა და ან რაღაცა არამედ სულ ყველას თავისი გარკვეული ბიზნესი ჰქონდა და ეს ერთსულოვნება სინოდში არის რომელიც აი ამ საკითხებთან დაკავშირებით რაც აქ ჩვენ შეგვხვდა ასე ვთქვათ ეს იყო თავდასხმა ეკლესიაზე რაც მოხდა აქ და ყველა ნურავი იქ რაღაცები ეკლესიური რაღაც საკითხებით იმართლებს თავს ეს იყო თავდასხმა ეკლესიაზე და რა თქმა უნდა ეკლესიაზე თავდასხმა ყოველთვის ხდება ხოლმე რაღაცა მიზეზით ისეთი მიზეზით რომელსაც შეფუთავენ ვითომ და სიმართლის ბრძოლის სახელით ეს არ იყო არავითარი სიმართლე აქ არავითარი სიმართლე არ დევს და ამას მე აუცილებლად განვმარტავ ეხლა არ არის ამის დრო მაგრამ მე ვამბობ იმას რომ ჯერ ერთი სიცრუე რაც მერე დაიწყო აი თქვა იმ შტურმის მერე ეხლა ჩვენ ელემენტარულად ასეთი რამე რომ მომხდარიყო ნებისმიერ სხვა კონფესიის თქვათ შეკრებაზე და რა ამბავი ატყდებოდა მთელ სოფლიოში და ვირას არ იტყოდა და ვირას არ გამოაცხადებდა ასე შემდეგ. ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვებს, მხოლოდ გალობით შევძელით მოგერიებ ამ თავდასხმის, ამიტომ რომ იქ უნდათ რომ ჩვენ ჩართულიყავით და თან ასე უკვე ქონდათ გაფორმებული დარიგებული ჟურნალისტები, რომლებიც უკვე პირდაპირ ლაპარაკობდნენ, არიციან, მაგრამ უკვე ლაპარაკობენ, რომ იქ ჩხუბი იყო შიგნით, რომ ხელით შეეხენ ერთმანეთს, იქ მათყო არა ვგლები, რომლებიც ესე იგი ვითაუგლები, რომლებიც ამას აწყობდნენ ამ შეთქმულებას და მერე გამოდიან და ლაპარაკობენ, ვიღაცამ ვიღაცას დაარტყა, არაფერი არავისთვის არ დაურტყია. და აი სწორედ ამ პროვოკატორების არსებობის გამო მოგვიწია ჩვენ ჩაწერა იმ სიტუაციის რომ ყველანაირად დაფიქსირებული იქ რომ არავითარი ჩხუბი იქ არ ყოფილა იქ იყო ყვირილი რომელიც მოდიოდა იმადგა ვისაც უნდოდა ამ ბუნტის ატეხვა გარედან იყო შეთანხმებული რომ იმათ ამ ყვირილზე უნდა ემოქმედათ და ეს იყო ჟურნალისტებთან კიდე გარკვეული არ ლაპარაკობ ყველაზე ლაპარაკობ იმ ნაწილზე რომელიც ამ შეთქმულებაში მონაწილეობდა და ეს ყველაფერი აშკარად ჩანს ყველაფერი ნათლად ჩანს სახელმწიფო რა გამოძიებას ატარებს ეს მისი საქმეა ეკლესიურად ჩვენ ამას რა თქმა უნდა ძალიან ბევრ საკითხს განვიხილავთ როგორც ეკლესიას შეეფერება და შესაბამისად ეკლესიურად გავცემთ პასუხს ყველაფერს თუმცა ახლა მე აქ კიდევ ერთხელ ვამბობ
მე მოუწოდე ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ შეთქმულებაში, მოუწოდე ყველას, სასულიერო პირებს ამბიონიდან მოუწევთ ბოდიშის მოხდა. საერო პირებს, ჟურნალისტები იქნებიან, მონაწილენი თუ სხვა, თავის მოძღვრებთან მივიდნენ და ბოდიში მოიხადონ და მიიღონ ის ეპიტიმია, რაც მათ დაედებათ და ეს იქნება მათთვის გამოსავალი, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალო რაღაცა. აი სულიწმინდის გმობა, რომელიც არ მიეტევება არც ამ ქვეყანაზე, არც იმ ქვეყანაზე, სწორედ ასეთი დანაშაულია ეს. და არავის არ ეგონოს აქ უბრალოდ აშუქებს და მე რა მოხდა. არაფერს არ აშუქებს. როცა აშუქებ არასწორად, ან როდესაც შენ ეკლესიაზე თავდასხმას აფორმებ როგორც გარკვეულ, ესე იგი, ხალხის მოთხოვნას ან ასე შემდეგ, აქ ძალიან დიდი პრობლემები ღვთის წინაშე დაგიდგება და მე იმიტომ თქვენთვის მინდა რომ ყველა იმ ადამიანმა გაიაზროს რის წინაშე დგას. ეს არის უფსკულის წინაშე დგომა. როდესაც შენ ებრძვი ეკლესიას, ეკლესია შენ ფაქტიურად გინდა რომ ჩააგდო ორმოში, მაგრამ ეკლესია ორმოში არ ვარდება. რა ორმოსაც გათხრი ორმოში შენ თვითონ ვარდები. და ამაში დარწმუნდა ზოგიერთები, ბევრს კიდე არ ჯერა რომ ეს უფლის ნება იყო, რომ ორმოში ჩავარდნენ ვიღაცები, იმიტომ რომ თხარეს თვითონ. მაგრამ ეს გამოჩნდება კიდევ, მაგრამ არც ერთის არ გვინდა დაღუპვა. დღეს პირდაპირ ამაზე იყო საუბარი. მოუწოდებ კიდევ ერთხელ ყველა სინანულისკენ სასულიერო პირებს პირველ რიგში, ვინც არ უნდა იყოს ეპისკოპოსები და დაწყებული და დამთავრებული ნებისმიერი დიაკვნები და უფრო დაბალი იერარქია და საერო ადამიანებს აი ასეთ დიდ თქვათ სიცხვილის წინაშე ვერ დავაყენებ, იმიტომ რომ მათ შეიძლება გარკვეული თქვათ შეცდომაში შეიყვანეს რაღაც თამაშებში და ინტრიგებში, ხო და იმ ინტრიგებიდან გამოსავალი ერთია სინანულია გამოსავალი. მე ახლა ერთს კიდევ ვამბობ, აი როცა მეკითხებია რა გეგმები გაქვთ, მე გეგმები მაქვს ერთი, ვილოცო და ვიმარხულო და ვილოცო თქვენთვის, იმათთვისაც ვინც ცუდად იქცევა, იმათთვისაც ვინც კარგად იქცევა. ყველა შეუწყო ხელი რომ ცხონებისთვის არ დაკარგონ თავისი გეზი და გზა. ეს არის ჩემი მოვალეობა. და ამიტომ არის ნამდვილი მდელთავარი ჩემს გვერდით, რომ ამაში ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ არა გვაქვს ორი აზრი, რომ ვთქვათ ვინმე ფიქრობს სხვანაირად და წმინდა სინოდის ხარდაჭერა იცით რას ნიშნავს? სული წმინდა დგას ერთად, ყველასთან ერთად და ის გვეუბნება ჩვენ იმ სიტყვას, რომელსაც ჩვენ ეკლესია უნდა ვატარებდეთ. სინოდის წევრების აზრი, რომელიც არის ერთობლივი და ერთიანი, ის ნიშნავს სულიწმინდის აზრს, ანუ სულიწმინდის მიერ მოცემულ გადაწყვეტილებას. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას წამოვიწყებთ. და თუ ვინმეს კიდევ რაღაცას ოდნავ შერჩენია გონიერება, ხო, შეჩერდეს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დრო არის, თუ არა მარტკვეთელია უფალი, როგორც მოწყალე, ასევე მარტკვეთელი არის დრო, სანამდე გაკპატიობს ყველაფერს, მაგრამ როდესაც შენ სინანული არ გინდა, მაშინ არ მოგცემს უფლებას, რომ შენ აი ეს უამრავი ადამიანი დააბრკოლო და ეკლესიის წინაშე ისეთი საკითხები დააყენო, რომლებიც ეკლესიას მტრობს და იმიტომ გადმოყარა ეს ეშმაკები 60-დან უფალმა, როგორც თქვა მეუფემ, ხო? რატომ გადმოყარა? იმიტომ რომ იმათო სინანული ქონოდა და არავინ არ გადმოცილდებოდა იქიდან. ეს სიამაყე და ამ პარტანობა არის საშინელება და ყველა უნდა გაურბოდეთ ამას. როგორც კი წამოვა სიამაყის აზრი, იმ წუთში უნდა დაახვედრ, რომ შენ ვინა ხარ, შენ გინდა რომ ეკლესია გამოასწორო და უფალმა რა უნდა გააკეთოს მაშინ. შენ უნდა გამოასწორო და უფალი რა შვება. და მე არიოზის შემთხვევას გეტყვით, აი როგორ გამოასწორა უფალმა ეკლესიაში არეულობა. არიოზი იყო ზუსტად ასე მოქმედებდა, ხან არბევდნენ, ხან ეპისკოპოსებს თანდებდნენ, თავისიანებს ნიშნავდნენ, ერთი ამბავი იყო და ბოლოს კონსტანტინე დიდი იმპერატორი შეაცდინეს და დარწმუნეს, რომ თითქოს ესე არიოზი არის ნორმალური ადამიანი და რომ მას ესე იგი შეიძლება რომ მას მიეცეს მიტევება და ზიარება ეკლესიაში. და კონსტანტინე იმპერატორმა განაცხადა, რომ ვერავინ ვერ გაუწია წინააღმდეგობა, აუცილებლად უნდა მოვიდეს არიოზი და ეზიაროს
ეკლესიაში. და ეს თალი დაეწყვეტ თალი ამით რა ვიცი ლიტანიობა მოაწყეს არიოზის ესე იგი ზიარებისთვის და გზაში მიდია და ესე საზეიმო მსვლელობაა და უკვე ეკლესიას უახლოვდებოდა და ტირის ამ დროს ესე იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქი იცის რა უბედურება ხდება და ეშინია როგორ თუ უფალმა დაუშვა ასეთი საშინელება რომ წარიწვიდოს ეკლესია აი ასეთი უღირსი ადამიანის ესე იგი ეკლესიაში ზიარებით ეს ზიარება მხოლოდ ის კი არა რომ ის ეზიარება ის მერე უკვე გზას უხსნის ყველა იმ არიანელს ეკლესიაში ზიარებისგან ფაქტიურად კლავს მართლმადიდებლობას მაგრამ უფალია მართლმადიდებლობის ცველი და რა მოხდა იცით გზაში რომ მიდიოდა ცუდად გახდა ეს არიოზი და მოუწია ისეთ ადგილზე შესვლა თავისი რაღაც იცით სადაც დადიხართ ხოლმე როდესაც გაგიჭირდებათ ხო რომ ესე იგი წამასმა და ყველაფრის მერე რომ მოგიწევთ ხოლმე შესვლა აი ესეთ ადგილზე შევიდა და იქიდან ვერ გამოვიდა ელოდნენ სად არის შედი არიოზი არ ჩანს შევიდნენ და აი გამსკრარი რა ამ თავის ფეკალიებში არის აი ეს ამოთხრილი და წევს იქ აი ასეთი არის უფლისაგან პასუხი ყველა იმათვის ვისაც ეს კადნიერება აქვს და ვინც აი ესე უსამართლობით აღწევს რაღაცა ვითომ და შედეგს ის შედეგი მისთვის ყველაზე დამღუპველი ამიტომ უფლის ნებას უნდა მივყვეთ მე აღარ გავაგრძელებ უბრალოდ ის მინდა ვთქვა რომ ჩვენ შეგვიძლია სინანულით ყველას შეუნდოთ და მივცეთ საშუალება ყველას რომ მობრუნდეს ეკლესიას უხარია 99-ს დავტოვებ და ერთისთვის ვიხვდით მაგრამ თუ ის ადამიანები რომლებსაც ეს არ უნდა და თავისი ნებით არ გამოხატავენ უფალთან ყოფნის სურვილს მაშინ ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ უკვე იმ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავიცვათ სამწყსო და სამწყსოს დასაცავად უკან კი არ დგებით გლები რომ მიუშვათ და ჩვენ უკან ვიგეთ არამედ პირველი ჩვენ მივდივართ იმ გლებთან საბრძოლველად და ფარის უკან არ ვიმალებით როდესაც ჩვენ გვინდა რომ მივაღწიოთ გარკვეულ შედეგს რომელიც არის უფლისათვის სათნო წყემსი არასდროს არ გარბის წყემსი მიდის წინ და ფარა მიყვება თუ საჭიროა ფარა შეშინებული სადღაც დგას და მიდის და ეწირება ის ვინც არის წყემსი ბარა შეწირვის შემდეგ ძალიან დიდი რამეები ხდება ხოლმე თუ აუცილებელია შეწირვა ამისთვისაც მზად ვართ რომ იყოს ასეთი სიტუაცია ამისთვისაც ვარ მზად მაგრამ არც ერთ ჩვენ ვერცერთ აი სხვას ვერ გავიმეტებთ იმისათვის რომ ჩვენ მის უკან დავიმალოთ და იქ ვაყვიროთ ვიღაცებს რომ ეს ჩვენია ეს ჩვენი არა მომხრები მოწინააღმდეგე მე არც ერთი მომხრე არ ჭირდება ვისაც თავის სულის ცხონება უნდა ისინი მოვიდნენ აქ ვისაც სულის ცხონება უნდა არც ერთი მომხრე არ მოვიდეს ჩემთან აი ეს თუ ტყილა მოდიხარო ხმა მომცე ან კაში დამიკრა არ მინდა მოდი და ეზიარე მოდი ახსარებათი მოდი სინანული ეს არის ვისაც უნდა უფალთან ყოფნა მხოლოდ ეს ხალხი არის ჩვენთან დანარჩენი მომხრეები თავის მომხრეები უნდა გახდნენ რომ მოვიდნენ ასზე და ის სულიერი ცხოვრება მიიღონ მე აღარ გავაგრძელებ იმიტომ რომ ბევრი ვილაპარაკი და ბევრი ხანდახან დამცინია ხოლმე რომ შემინდეთ თუ რამე ცოტა ესე მომახლა და ბევრი მაგრამ თუ რა ვიცი მინდა მოგილოცოთ ყველას დღევანდელი დღე პირველ რიგში ეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი და მე მინდა ეს ზეიმი მიულოცო ყველა მართლმადიდებელ ადამიანს ჩვენ ძალიან დიდი სიხარული გვაქვს რომ დღეს აქ ამდენი ადამიანი შევიკრიბეთ მთელი საქართველოა ფაქტიურად შეკრებილი დღეს აქ და აი აქედან ამ წმინდა ადგილიდან საქართველოს უდიდესი სიწმინდის ადგილიდან მინდა თელს მართლმადიდებელ ეკლესიას მიულოცო მართლმადიდებლობის დღესასწაული. დღევანდელ დღეს თითქოს დასრულდა ეკლესიის 7 მსოფლიო საეკლესიო კრების ისტორია და ჩამოყალიბდა ყველა ის დოგმატი ამ კრებებზე, რომლითაც იმართება მართლმადიდებელი ეკლესია და
სიმბოლურია, რომ დღეს ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის ხატი, ივერის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი კოპიო, ასლი შეიძლება ვერ დავარქვათ, ამას იმიტომ რომ ეს არის ზუსტად გამეორებული დედანი, მთლიანად ზუსტად დამზადებული, როდესაც ღვთისმშობლის ხატს მოხსნეს პერანგი რამოდენიმე წლის წინ, მაშინ ბერებმა დაამზადეს ზუსტი კოპიო. იქ არის გამეორებული ყველაფერი, სადაც დამწვარი აქვს, სადაც ლურსმანი აქვს ჩართმული, სადაც შუბი უგმირეს და სისხლი წამოუვიდა. ყველაფერი არის გამეორებული ზუსტად ისე როგორც დედაზე. გვერდ-გვერდ რო დავაბრძანოთ, ეს ორი ხატი შეიძლება ვერ გავარჩიოთ, რომელი არის დედანი და რომელი არის ასლი და ძალიან დიდი სიხარულია, რომ დღეს ჩამოგზანდა ეს ღვთისმშობლის ხატი აქ ამ წმინდა ადგილზე. თან განსაკუთრებული არის, რომ ზუსტად ხატმებრძოლობის ერესის დაგმობით დამთავრდა მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება და ზუსტად ეს ზეიმი მართლმადიდებლობის ზეიმი ამით დადგინდა და ეს არის ხატი, რომელმაც ზუსტად ეს პერიოდი გაიარა და ზუსტად ხატმებრძოლობის დროს უგმირეს მას შუბი და წამოუვიდა სისხლი და უდიდესი სასწაულები არის დაკავშირებული ამ ხატთან. მე მინდა შევთხოვო დედა ღვთისმშობელს, რომ დაალოცოს დედა ღვთისმშობელმა ჩვენი ქვეყანა, დაალოცოს დედა ღვთისმშობელმა ჩვენი ერი, დაგლოცოთ თითოეული თქვენთაგანი და შეგვაძლებინოს დედა ღვთისმშობელმა, რომ ვიყოთ ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვიყოთ ერთიანი, ვიყოთ ერთსულოვანი და ერთად ვადიდებდეთ უფალს ჩვენს იესო ქრისტეს. გილოცავთ კიდევ ერთხელ მეუფე სტეფანეს ულოცავთ ჩვენ ძალიან დიდი სიყვარულით მომხატავთ თანადგომას მეუფე სტეფანისა. მეუფე სტეფანე არის ჩვენი ეპარქიიდან, ახალციხიდან წარმოშობით და იქვე გაიარა ძალიან დიდი დრო ფერობისა მონასტერში და ჩვენ ძალიან გვიყვარს, ის არის ღირსეული ადამიანი და ძალიან ღირსეული ეპისკოპოსი და გულოცავთ ამ დღესასწაულს მეუფეს და გილოცავთ თითოეულ თქვენთაგანს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ისევ მოგმართავთ, მე მინდა რომ თქვენი სულისთვის სასარგებლო იყოს ერთი კვირის მანძილზე ამ ხატის აქ მობრძანება. აქედან იწყება მთელ საქართველოში ეს ხატი იმოგზაურებს. ალბომის დროს იქნება დღესასწაულზე წმინდა სამებაში იქნება დაბრძანებული და მე ყველას გისურვებთ, რომ დღევანდელი დღე შეგეწიოთ და ძალა მოგცეთ და ყოველწლიურად ღვთისმშობელი იყოს ყველა ჩვენთაგანის ფარვაზე. ჩვენთან არც მე არც და იყოს. მაშინ აი თქვენ ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. გავიგეთ ეს